ავაჯოთ მივაჯილეს ოსინის ადმინისტრატორის სალი და მიამიდოება კოთლში გასწავლის თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ვირტუალური დისკი. როგორებიც არის აი ეს C დისკი. ამაშასი დავიწყოთ. დავაინსტალიროთ აი ეს პროგრამა, რომელსაც აუცილებლად მოვაყოლებ, მაგრამ ეხლა მე უკვე დაინსტალირებული მაქვს და მაინც განახოთ როგორ დავაინსტალიროთ. ვაწვევით yes. შემდეგ თქვენთან ეგრე არ ამოვიდეს, ახლა მოვაინსტალირებ, რადგან დაინსტალირებული მაქვს და თავიდან დავაინსტალირებ. Yes, შემდეგ აი ესე ამოვიდეს თქვენ მოწევით ნიშნოთ ეს და მოწევით next, შემდეგ next, მივუთითოთ ადგილი მაგალითად თუ გარეთ პროგრამებში, შემდეგ OK, შემდეგ ეს წავშალოთ და install. მოწევით OK, finish. აი ეს პროგრამა. ჩავთოთ და ავირჩიოთ რომელი ვირტუალური დისკი გვინდა. ასოების მიხედვით. ვაწევით G disks და შემდეგ ვაწევით create volume. შემდეგ ვაწევით next. შემდეგ next და გავიჩოთ ფაილი ისე რომ ის ფაილი არ ჩანდეს. ანუ შევიდეთ, უნდა არ უნდა გამოვაჩინოთ ჩანდეს, მაგრამ ეკრანზე ან რაღაც არ უნდა იყოს. მაგალითად აი აქ ხარინახავს შევიდეთ ლინკი და მე შევინახოთ აი აქ ამბაცია. Yes, შემდეგ ვაწევთ next, შემდეგ next, აქ არის უკვე ამე კილობაიტიანი, მეგაბაიტიანი, გიგაბაიტიანი დისკი ვინ ამ შემთხვევაში ავირჩიოთ. მეგაბაიტი, ის გიგაბაიტი დავწეროთ 5. ან დავაწვეთ აქ next. აქ დავწეროთ პაროლი. მაგალითად აი აქ 1 2 3 ვაწევთ next და yes. შემდეგ აქ შევინახოთ თუ არ დიდი ფაილები yes, next და დავილოდოთ. ეს მანაში ოღონდ თუ აქ არ მოუნიშნეთ ფორმატ ეს იქნება და არ შეივსება. ამ შემთხვევაში უნდა მოუნიშნოთ ფორმატ yes. ეხლა მე fast stone capture-ით ვიღებ. ამას პაუზა მგონი არ აქვს რიპოვე და ამიტომ როდინი მოგიწევს. აი ცოტა გადარჩა. აი
ეს შეივსო. ეხლა მოაგდებს პატარა გრაფას. მოვლოდოთ. აი ეს ვატევით yes. შემდეგ ვატევით okay. შემდეგ next. შემდეგ ვატევით next. შემდეგ next და ვატევით cancel. შემდეგ გავიჩუქ ახლა ეს დისკი და ვაწვევით cs file, რომელიც ფაილშიც დავმალეთ ის გვინდა ამ შემთხვევაში აი ეს. ვაწვევით mount. ვაწვევით paroli. okay. და დისკი გაკეთდა. ახლა შეგვიძლია ჩვენ ავგასვავთ. და ახლა ვაწვევით exit. ამ შეგვიძლია აი აქ ნახოთ მონაცემები რა არის და როგორ დაგეკეთდა. ახლა ვაწვევით okay exit. და აი თუ ხედავთ დისკი მზად არის. აი ამ მაგალითად მოშევიდეთ გააკეთოთ. ფაილები ასეთი რაღაცები. დღესაც შეგვიძლია კურსანი დასრულებული თუ რა მივიღეთ შემოვწანდით. JSON-ზე და დატოვეთ თხოვნებში. მადლობთ ყურადღებისთვის, კარგად სანდევით.